ლევან პაპავა ალბათ ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი გარეჯის მხრიდან და გადარჩა წყალტუბოს სამგურალი საწყის წუთებშივე გაშვებულ გოლს. ძალიან ლამაზ გოლთან იყო ახლოს გარეჯის კაპიტანი. მიუტევებელი შეცდომა დაუშვა მათი აბულაძე მაგ დაცვაში და ლევან პაპავამ მიწაზე დაუშვებლად გაგზავნა ბურთი. ჩიხლაძის გამორბენი დარტყმა კარის მიმართულებით აცდა. არც თუ ისე მცირე მანძილი დააცილა დემურ ჩიხლაძემ. აქ გურგენიძის კარს მეკარეც აკონტროლებდა ჩემის აზრით აქ ბურთის ტრაექტორიას. მუჯირი უშრა კარგი გადარება დავით მუჯირის მხრიდან. მიუახლოვდება საჯარიმოს, შევიდა უკვე საჯარიმო მოედანში, დარტყმა კარის მიმართულებით. ყველაფერი იდეალურად გააკეთა დავით მუჯირმა, ჯერ მარტო რამაგრად გაატარა ბურთი საწყის ეპიზოდში, თუმცა ბოლოს ვეღარ დააგვირგვინა. კარგი გადაცემა ეკონგოლოზე, გაუტას მეორე დეკონგოლო დარტყმა და გაიხსნა ანგარიში. 1-0 ფრანსუა ეკონგოლომ მეორედაც გაუტანა წყალტუბოს სამგურალს. ეს ყველაფერი ლოგიკური იყო. იმდენად ცუდად, ქაოტურად მოქმედებდა და გამოიყურებოდა სამგურალის დაცვა, რომ ეს პასიც გაძვრა გოგობერიშვილის იდეალური გადაცემა და ეკონგოლომ სისრაბეში ყველას დაასრო და შემდგომ შეასრულა. ბედოშვილი დარტყმა კარის მიმართულებით. მორიგი უსიამოვნება სამგურალის საჯარიმო მოედანში. ჯანჯღავა დარტყმა შორი მანძილიდან. რა სახიფათო გასროლა გამოუვიდა ირაკლი ჯანჯღავას. ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, მოახერხებდა თუ არა ამ ბურთის მოგერიებას გურგენიძე ერთი შეხებით. ნახეთ. ჯეფინიო ეგრევე ჩაერთო თამაში დაარტყა კიდეც საკმაოდ სახიფათოდაც და ეგრევე გაამწვავა ბრაზილიელმა. გურგენიძეს გაუჭირდა ბურთის ხელებში დაფიქსირება და გადააგდო ბურთი კუთხურზე. მუჯირი საჯარიმოშია ჩაწოდება. გურგენიძე იგერიებს ბურთს კუთხურზე. აი ახლა კი ნამდვილად იქნება კუთხური. ხორხელი, პანცულაია, კარგი გათამაშება ჯანჯღავა, ბოლო პასი არ გავიდა შეცდომა და პანცულაიასაც გაქვს. ცველებმა დაუშვა შეცდომა და ეკონგოლოს მსგავსად რამდენიმე წამის წინ თქვი, პანცულაიამ კიდევ ერთხელ გაუტანა გარეჯს. ეს საჩუქარი გიორგი პანცულაიამ შეირგო. ის ლამაზი გათამაშება არ გავიდა, თუმცა შემდგომ შეცდა სვიანაძე, ნახეთ მიუტევებელი შეცდომა, დასანანი შეცდომა. პასი საჯარიმოშივე გოგობერიშვილზე. დარტყმა კარის მიმართულებით მოგერიებულია და მალევე წინ გადის გარეჯი. ეს რა თამაში გვაქვს? ლევან პაპავამ მაინც მოახერხა თავისი კუთვნილი მეოთხე გოლის გატანა მიმდინარე სეზონში. რამდენიმე რეალური მომენტი გუნდის კაპიტანმა ვერ გამოიყენა, თუმცა დამატებაზე ყველას დაასრო. ჩიხლაძე შორეული დარტყმა. გურგენიძე მზად იყო ამ ბურთის ასაღებად. შეიძლება დარტყმა. დარტყმა კარის მიმართულებით და გადარჩა გარეჯი. ლუკა ხორხელმა ინდივიდუალურად შექმნა ეს ეპიზოდი, თვითონაც უნდოდა დაგვირგვინება, კარგადაც ჭკვიანურადაც დაარტყა, მაგრამ სანტიმეტრები დააგდა. ჯანჯღავა დარტყმა კარის მიმართულებით, გურგენიძე ერთვება საქმეში. ლაშა გურგენიძე შეიძლება გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა თუ გარეჯი მოიგებს.